შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ზღვასთან მე-6 ნაწილი მეორე. როდესაც ნინო თვალს მიეფარა და მატარებელი ქობულეთის მიდამოებს დაშორდა, კორნელიმ კეპი დაიხურა და ზღვას გახედა. ისე როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცის, აგრეთვე ზღვის ჭვრეტის დროსაც კორნელი ყოველთვის გაოცებასა და მოწიწებას გრძნობდა. ეს გაოცება მერმე გამოუთქმელ სევდაში გადადიოდა. იგი გამოწვეული იყო სტიქიონის წინაშე თავისი სიპატარავისა და უსუსურობის შეგრძნებით. კორნელიმ თვალი ვერ მოსწყვიტა ზღვას და მის ჭვრეტისას თავისი პირადი მისწრაფებანი, ვნებანი და ნინოსადმი სიყვარულიც კი დაავიწყდა. ზღვა უხილავი და ვეება ცხოვრებით სუნთქავდა თითქოს დაუსრულებლად და რიგრიგად მოაგორებდა ქაფიან ტალღებს და კლდეზე გადამდგარ ციხის ძირს უტლაშუნებდა. კორნელის ქარიშხლის დროსაც უნახავს ამ ნაპირთან და კლდეებთან აბობოქრებული ზღვის ტალღების შებრძოლება. თითქოს ზღვას ხმელეთის კარიბჭეების შენგრევა სწადიაო, მაგრამ ფარხმალ დამსხრეული ტალღების ჯარი უკანვე გარბოდა. მაშინ ზღვა გაორკეცებული მძვინვარებით უტევდა ხმელეთს, მაგრამ მისი ტალღები ნაპირსა და კლდეებზე ილეწებოდნენ. 10,000 შეფებად იქცეოდნენ და ვით დამარცხებული და დარბეული ლაშქრის მეომრები ისევ უკუ იქცეოდნენ. ასე მიმდინარეობდა უხსოვარ დროიდან და გაგრძელდება მომავალშიც ზღვისა და ხმელეთის დაუსრულებელი ბრძოლა. გაიფიქრა კორნელიმ, როდესაც ციხის ძირთან ზღვის ტალღებისაგან შეჭრილ-შელეწილი კლდეები და ზღვაში ჩაცვენილი ვეება ლოდები დაინახა. წყალში ჩაყრილი ლოდები ზღვასთან ბრძოლაში დაღუპულ გუმბერაზებივით იწვნენ და დუმდნენ. კორნელიმ დიდხანს უცქირა ზღვის ტალღების დაუსრულებელ მიმოქცევას და მერმე გაიფიქრა, რა დარწალეკავს ოკეანე დედამიწას. ვინ დააწესა ზღვათა მიმოქცევა, ვინ აღმართა ბჭედა უცნაური ჯებირი წყალსა და ხმელეთს შორის და ვინ დაუდო საზღვარი მედიდურ ტალღებს. რა წამს ეს გაიფიქრა, იგი ბუნების ძალთა მიმართ მოწიწებით და ღაღადით განიმსჭვალა. ჭაბუკის ხალასი გრძნობა და დაუტვირთავი გონება უძლური იყო ამჟამად შეეცნო მსოფლიოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ნათელი და ზუსტი წარმოდგენა მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა. ამიტომ არ შეეძლო ბუნების კანონები აეხსნა და ისინი ადამიანის გონებისა და ნება-სურვილისათვის დაემორჩილებინა. თუმცა კორნელი ასაკის მიხედვით ნაადრევად დამჯდარი გონებისა და დაოკებული გრძნობების კაცი იყო და ბუნების შეუცნობ ძალთა მიმართ მის ასაკში მყოფთა შორის ღაღადით გამსჭვალული ქედმოხრილი
უმწეო და მიამიტი ჭაბუკები მინახავს. ზღვის ჭვრეტამ კორნელი იმრიგად გაიტაცა, რომ ჩაქვიდა მახინჯაური შეუმჩნევლად გაიარა. როდესაც ზღვას თვალი მოსწყვიტა, ბათუმიც გამოჩნდა და მალე მატარებელი ქალაქის სადგურს მიადგა. სადგურზე ინგლისელი ჯარისკაცები და ქართველი მილიციელები იდგნენ. კორნელიმ პალტოს და პატარა ჩემოდანს ხელი დასტაცა და ვაგონიდან ჩამოვიდა. გამოიდარა. ღრუბლები აჭარის მთების მწვერვალებისაკენ გაემართნენ. მზემ ულმობლად დააჭირა და ქალაქში უმალვე ტროპიკული სიცხე ჩამოდგა. კორნელი პალმებით ჩარაზმულ, ზღვისაკენ მიმავალ ფართო ქუჩას გაჰყვა. მისი მასპინძელი კუკური ზარანდია ბაღის ახლოს სანაპიროს ქუჩაზე ცხოვრობდა. კორნელიმ ხალხით გაჭედილი მარინის პროსპექტი გადასჭრა. სანაპირო ქუჩაზე გავიდა და მალე კუკურის მამის, მასწავლებლის გიზო ზარანდიას სახლს მიადგა. შინ გიზოს ცოლი, ფედოსი და მისი ქალი, მარიკა დაუხვდნენ. ქერა ცისფერთვალება მარიკა ნინოსთან ერთად თბილისში უნივერსიტეტში სწავლობდა. დედა ფედოსი ღიმილით მისჩერებოდა კიბესთან გაჩერებულ უცნობ ჭაბუკს. ფედოსის კუკურისგან ჰქონდა გაგონილი, კორნელი ჩემი კარგი მეგობარი არისო. ზარანდიების სახლის სასტუმროში კორნელის სურათი ეკიდა. უნახავადაც უყვარდა ფედოსის იგი, ამიტომ გაეხარდა და სტუმარს აივნიდან გადმოსძახა. მობრძანდით, ჩემო ბატონო! ამ მეგრულ კილოზე დამღერებულ თქმაში კორნელი მაშინვე იგრძნო მასპინძელი ქალის გულწრფელი მიპატიჟება, თავაზიანობა, დარბაისლობა, სინაზე და 1000 სხვა რამ, რითაც სავსეა მეგრელთა მომჯადოებელი სტუმართ მასპინძლობა და ჭაღარა წარსულის ადათებით შემკული ყოფა ცხოვრება. და მართლაც ამ წუთიდანვე კორნელი ზარანდიების მასპინძლობით მოიხიბლა და სრულიად ახალ სამყაროში აღმოჩნდა. კუკური ქალაქში წასულიყო, მაშინვე აფრინეს მასთან კაცი და კორნელის ჩამოსვლა შეატყობინეს. კუკური და კორნელი ერთმანეთს ვაშკაცურად გადაეხვივნენ. ჩაისა და საუზმის შემდეგ მეგობრებმა ბაღში გაისეირნეს. ბაღი რუსეთიდან გამოქცეული თეთრგვარდიელებით და მათი ცოლშვილით იყო სავსე, რომელთაც ინგლისელი გენერალ-გუბერნატორი კუკ კოლისი მფარველობდა. ბაღში ინგლისელ მეზღვაურთა ორკესტრი უკრავდა. კორნელიმ და კუკურიმ მალე ნავსადგურში გასწიეს. ისინი ნავსადგურში უცხოური დიდი გემების განტვირთვას უცქეროდნენ. კორნელის რატომღაც ბუნინის ლექსი პორტში მოაგონდა. დგას სიდნეიდან დაბრუნებული გემი წითელი, ვება, ძველი. ჩანს ნავსადგური გათეთრებული და ცა ელვარებს უღრუბლო ვრცელი. Огромный красный пароход умола стал, вернувшись из Сиднея, билет, мол, и радостно синея, безоблачный сияет небосклон. შორს რეიდზე ინგლისის, ამერიკის და საფრანგეთის სამხედრო გემები ტორტმანებდნენ. პორტში მდგარი 3 მილიანი დიდი სამგზავრო გემი ზღვაში გასასვლელად ემზადებოდა. ხიდი აღკეცეს, ღუზა რახრახით ამოსწიეს და გემის მკერდს გააკრეს. გრუზა და ჯმუხი კაპიტანი მაღლა ბაქანზე გაჩერდა და ბრძანება გასცა. უმალვე შესწყდა მეზღვაურთა ფუსფუსი, მანქანები ამუშავდნენ და გემმა დაიყვირა. მისი ხმა ბათუმთან აღმართულ 900-იქით გადავიდა და თებმა ექო გამოსცა. თითქო ხარირე მიყვირისო. გემი შეტორტმანდა, შეტრიალდა, ნელა გავიდა პორტიდან და გეზი დასავლეთისაკენ აიღო.
კორნელის გულზე დარდი შემოაწვა. მასაც უცხო და უცნობ ქვეყნებში მოგზაურობა მოუნდა. რა ბედნიერები არიან ეს კაპიტანი და მეზღვაურები. ფიქრობდა იგი, ვინ იცის სად არ ყოფილა ეს გემი კალკუტაში, სინგაპურში, შანხაიში, იოკოგამაში და მადაგასკარზე. გაუვლია გიბრალტარი, სუეცის არხი, მაინც არ აქვს ატლანტისა და წყნარი ოკეანის გზებზე დაცემის შიში. იმედის სიმბოლოდ მკერდზე ხუზა გაუკრავს. ბაქანზე მდგარი კუშტი და ჯმუხი კაპიტნის სახე სამუდამოდ დაიხსომა კორნელიმ. მედიდურად გასცქეროდა იგი ზღვის სივრცეებს პირში გაჩრილი თავისი აჩემებული ჩიბუხით. საით მიცურავს ახლა ის ახალი დროის ოდისეოსი, ფიქრობდა კორნელი, რა საოცნებო ქვეყნები და წარმტაცი კუნძულები არ უნახავს, კოლონიების სიმდიდრითა და უხვი მადნებით დახარბებულ ტაცებელი ქვეყნის იმ პირაც. იქნებ მასაც ოდისეოსის მსგავსად ტურფა კალიფსოს მგალობელი სირენები შეეყაროს. იქნებ ბოლოს ეს უტეხი და ურყევი ნებისყოფით სავსე ვაშკაცი მიჯნურობამ გასტეხოს და სამუდამოდ მოაჯადოვოს ნივზიკიამ. კუკურიმ განცვიფრებით შეხედა ფიქრში წასულ და ცქერად ქცეულ მეგობარს. შეატყო რომ იგი ზღვამ, ნავსადგურმა, გემებმა გაიტაცა და ამიტომ იტალიური დიდი სამგზავრო გემი დაათვალიერებინა. გემს კომფორტული კაიუტები ჰქონდა. კორნელიმ და კუკურიმ რესტორანში ლუდი მიირთვეს და ზედ მოხარშული კიბორჩხალები დააყოლეს. შინისაკენ გასწიეს. შინ ოჯახის თავი, გიმნაზიის მასწავლებელი, ქერა და ახოვანი კაცი, გიზო ზარანდია დაუხვდათ. სადილობის დროს გიზომ და კორნელიმ ბევრი ისაუბრეს საქართველოს, გენერალ კუკ-კოლისის, ინგლისისა და რუსეთის შესახებ. და მერმე კორნელი ქობულეთში წასასვლელად მოემზადა, მაგრამ გიზოს ეწყინა. ნუ თუ მეგობრის სახლში 2 დღე მაინც არ უნდა დარჩეთ. დიდი ხვეწნის შემდეგ კორნელი მეორე დღის დილამდე დარჩა. ზარანდიევმა კორნელის პატივსაცემად ვახშამი გამართეს, რომელზედაც გიზოსა და კუკურის მეგობრები, მასწავლებლები და სტუდენტები დაპატიჟეს. ვახშამმა რიჟრაჟამდე გასტანა. კორნელი დათვრა, დარივით დაეძინა და დილის მატარებელზე დააგვიანდა. მეორე მატარებელი კი მხოლოდ დღის პირველ საათზე გადიოდა. კორნელი მღელვარებით უახლოვდებოდა ქობულეთს. ქობულეთში ეტლი დაიჭირა და მაყაშვილების აგარაკისაკენ გასწია. მღელვარებამ უმატა, თითქო რაღაც უკეთურს წინასწარ გრძნობდა. არაფერ გარკვეულზე არ ფიქრობდა. ნაქეიფარი იყო, თავის ტკიოდა და ალბათ ესეც უშლიდა ხელს გულისხური მოეკრიბა. არც ზღვას, არც აგარაკებს და არც მოაგარაკებს მიუქცევია მისი ყურადღება. გონება დაბნეული მისჩერებოდა ეტლის კიფოზე მოქანავე მეეტლის ზურგს. მალე ეტლი გაჩერდა. კორნელი მაყაშვილთა აგარაკს გახედა. ეზოში და აივანზეც არავინ არ ჩანდა. დუმდა უკაცური სახლი და ირგვლივ უცნაური სიჩუმე დამკვიდრებულიყო. ნაშვადღებს წვიმა მოვიდა. ამ მოღრუბლულ ამინჩი ზღვაზე საბანაოდ არ წავიდოდნენ. გაიფიქრა კორნელიმ და მეეტლე გაისტუმრა. ამ დროს აგარაკიდან მიხა გამოვიდა. აივნის კიბე ჩამოირბინა და კორნელი შეეგება. ჩამოდი? დაბნეულად ჰკითხა მიხამ და ნაძალადევად გაუღიმა. როგორც ხედავ, მიუგო კორნელიმ და გაუკვირდა მიხას გარდა რომ არავინ შემოეგება. კუკური ნახე, რა შვრება?
ისევ კითხა მიხამ კორნელის. თვალი ვერ გაუსწორა და აგარაკისაკენ ქურდულად გაიხედა. დიდი პატივი მცეს მიუგო კორნელიმ და ეზოში შეჩერდა. ცოტა ხნის დუმილის მერმე კორნელიმ ჰკითხა: ქობულეთში რა ამბავია? როგორ მოეწყვეთ? სად არიან თქვენები? ჩვენები სადილსა სჭამენ. წამოდი, ცალყბად მიიპატიჟა მიხამ. კორნელის არ მოეწონა მიხას საქციელი. აივანზე ავიდნენ. მიხა ოთახში შევიდა და ცოტა ხნის მერმე კორნელის სკამი გამოუტანა. კორნელი დაჯდა და გაიფიქრა: ეს რა ამბავია? ბოიკოტი ხომ არ გამომიცხადეს? ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. მიხამ გულჯიბიდან ფანქარი ამოიღო და აივნის ბოძზე ქალის ხატვა დაიწყო. იგი დიდხანს ხატავდა. კორნელი დუმდა. ბოლოს ოთახიდან ელო გამოვიდა. კორნელის მიესალმა და სადილზე მიიპატიჟა. ოთახში სუფრასთან ვარდო და გამდელი ისხდნენ და მწყერების ჩახოხბილს მიირთმევდნენ. კორნელი ვარდოს ხელზე ეამბორა. ვარდო ცივად შეხვდა და უთხრა: აი პირსაბანი, ხელი დაიბანეთ და სადილი მიირთვით. კორნელიმ მადლობა გადაუხადა. ხელი დაიბანა და მერმე ვარდოსა და გამდელის პირისპირ დაჯდა. კორნელის ხელმარჯვნივ და ხელმარცხნივ კი ელო და მიხა დასხდნენ. შემოვიდა შურა. კორნელის დარცხვენით მიესალმა და წვნიანით სავსე თეფში მიართვა. კორნელიმ ვერ მოითმინა და ვარდოს კითხა: რა ხდება? ყველანი რაღაც დამწუხრებული და შეშფოთებული მეჩვენებით. ვარდო გასწორდა. სახეზე ხელი მოისვა და კორნელის მიუგო: დიახ, დამწუხრებული ვართ. ნინო სად არის? ნინო უკეიფოდ არის. მიუგო ვარდომ. თვალი ვერ გაუსწორა, განზე გაიხედა. თითქოს რაღაცას ყურს უგდებსო. რა მოუვიდა? ვარდომ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან გამდელს ხველა აუტყდა. ნამცეცი გადასცდა, წყალი დაისხა და ზედიზედ მოსვა. რა მოგივიდა? მიაძახა ვარდომ. ნერწყვი გადამცდა. ძლივს მიუგო გამდელმა და ისევ ხველა აუტყდა. ელო შეშინებული თვალებით მიაშტერდა წამოწითლებულ გამდელს და უთხრა: ნუ ჩქარობთ, გადია, კარგად დაღეჭეთ და ისე გადაყლაპეთ. ეხ, კბილები სადა მაქვს, შვილო, კარგად რომ დავღეჭო. მიუგო მოხუცმა ქალმა. რა ვიცი, ყველა კი საშინლად შეგვაშინეთ. შენიშნა ელომ. ნუ გეშინიათ, არ დავიხჩობი. გაუღიმა გამდელმა. მაინც რა მოუვიდა ნინოს? რა ვიცი, წუხელ ცუდად იყო, ზღვამ თუ აწყინა. მიუგო ვარდომ. სახეზე წითელი ლაქები დააჩნდა. კორნელის თვალი მოარიდა და თავი ჩაჰკიდა. სიცხე აქვს? დაინტერესდა კორნელი. წუხელ ჰქონდა. რამდენი? ცოტა, ძალის ძალ მიუგო ვარდომ. ეგ ცუდი ამბავია. ნუ თუ ციებაა, ეწყინა კორნელის. ვარდომ არ უპასუხა. სულ შენი ბრალია, ოხერო, გაიფიქრა მან და აიმღვრა. მესამე კერძი მოატანინე შურას. უთხრა მან ელოს და ნინოსთან ოთახში შევიდა. კორნელის ძალიან გაუკვირდა. ვარდომ სადილი რომ მიატოვა და ელოს და მიხას კითხა: რა ამბავია, რა ხდება? რაც ვარდომ მოგახსენათ, სხვა არაფერი. ცივად მიუგო ელომ. დაიმანჭა, პურის გული აიღო, თითებით დაზილა და მაგიდაზე მისი დაგორგოლება დაიწყო. მერმე მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. გამხდარი მხრები აიჩეჩა,
და ზედკოპტა როგორც კაჩხას ისე დაეკიდა. დესერტის შემდეგ ელოც და გამდელიც ნინოს ოთახში შევიდნენ. მაგიდასთან მარტო მიხა და კორნელი დარჩნენ. შურამ მაგიდის ალაგება დაიწყო. კორნელის შეხედა და თანაგრძნობით გაეღიმა. მე ხომ არა ვარ დამნაშავე. ჩუმად ჰკითხა კორნელი მიხას. შენ რა შვაში ხარ? მიუგო მიხამ და თვალი მოარიდა. რა ვიცი, ვარდოს ამბავ შენ გაიგებ? შენიშნა კორნელიმ და აივანზე წელმოწყვეტილი გავიდა. კორნელი, მე ვეტყვი ჩვენებს, ზღვაზე მივდივართ თქო. თუ ჩვენი ნახვა მოისურვეს, ეცოდინებათ და დაგვიძახებენ. უთხრა მიხამ კორნელის. როგორც გენებოს, მიუგო კორნელიმ და აივნის ბოძს მარტო სულივით მიეყრდნო. აივნის მოაჯირზე შედგმულ თავის პატარა ჩემოდანს, სვეტებზე ჩამოკიდებულ, დაჭმუჭნულ პალტოს მიაშტერდა და მოეჩვენა, თითქოს ისინი ეუბნებოდნენ, მალე მოუსვი აქედანო. ასე იდგა დიდხანს მიხას მოლოდინში და არ უწყოდა რა ხდებოდა ამ დროს ოთახში. იქ კი ყველა ერთად ლაპარაკობდა. გეგმებს ადგენდნენ თუ როგორ შეეშალათ ხელი საშიშ სტუმართან ნინოს შეხვედრისათვის. ბოლოს ფეხის წვერებზე შემდგარი მიხა აივანზე გაუბედავად გამოვიდა. კორნელის თვალი უყო, თითქო ყველაფერი რიგზეაო, გაუღიმა და ზღვისაკენ წაიყვანა. მოღრუბლული დღე იყო, ზღვა ოდნავ ღელავდა, მაგრამ ქობულეთში მაინც ცხელოდა. რა ამბავია ბათუმში? კუკური რა შვრება? ჰკითხა მიხამ კორნელის. კორნელი მოკლე თუ ამბო. ბათუმში ძაღლი პატრონს ვერ ასცნობს. პორტში უამრავი უცხოური გემები დგანან. ინგლისური, ამერიკული, ფრანგული, იტალიური, ინგლისელი და ამერიკელი მეზღვაურები რესტორნებში, ყავახანებში ლოთობენ, მუშტიკრივს მართავენ, ქუჩაში ბათუმელებს და ერთმანეთსაც ცხვირპირს ამტვრევენ, უსაქციელობენ. ყოველი ფეხის გადადგმაზე ყავახანები და საროსკიპოებია. გადამთვრალ, გონება დაკარგულ ინგლისელს და ამერიკელ მეზღვაურებს პატრულები ნავსადგურში მიათრევენ. ნავებში ისე ისვრიან მათ, როგორც მეთევზენი ტომრებს და მერმე რეიდზე მდგარ სამხედრო გემებისაკენ მიხავთ. სხვათა შორის კუკურის სახლის გვერდზე ინგლისელთა კოლონიური ჯარის სიპაების ყაზარმაა. მათ ძალიან უყვართ ზღვისპირას ბაღში სეირნობა და დასვენება. მე მივედი მათთან და საუბარი გავაბი. ჩვენ ორი სამხედრო ექიმი შემოგვიერთდა. ისინიც ინდოელები იყვნენ. მათ ინგლისური იცოდნენ და მეც ჩემი განჯღრეული ინგლისურით უმტკიცებდი, რომ ისინი როგორც ქართველები დაჩაგრული ხალხის შვილები არიან და ჩვენ მაშასა და მე თავისუფლების მოსაპოვებლად ერთად უნდა ვიბრძოდეთ დამმონებელთა წინააღმდეგ. მაგრამ ექიმები ინგლისის ერთგული მსახურები აღმოჩნდნენ. მათ ჩემთან მოსაუბრე სიპაები გარეკეს. კიდევ კარგი ინგლისელებმა რომ არ დაგაპატიმრეს, როგორც ბოლშევიკების აგიტატორი. შენიშნა მიხამ. ინგლისელები როგორც სახლში ისე გრძნობენ თავს საქართველოში. დაიწყო კორნელი. სანაპიროს ქუჩაზე ზღვისპირას ერთი მშვენიერი სახლის ღია სარკმელში შევიხედე. გუშინ საშინლად ცხელოდა ბათუმში. თხელი და მარმაში ქსოვილებისაგან ბალდახინივით მორთულ საწოლებზე ინგლისელი ოფიცრები ტრუსების ამარა იწვნენ და არხეინად წიგნს კითხულობდნენ. სასტუმალთან დამუნჯებული ინდოელი ჯარისკაცები უსხდნენ და პალმის შტოებს მარაოსავით უქროლებდნენ. თეთრკანიანი მათი ბატონები მწერებს რომ არ შეეწუხებინათ და
ამ ტროპიკულ სიცხეში გრილი ნიავის ქროლვა არ მოჰკლებოდათ. უყვებოდა კორნელი მიხას, მაგრამ ზღვა, გემები, ინგლისელები, ინდოელები და პოლიტიკა იმდენად არაინტერესებდა კორნელის მეგობარს, რამდენადაც რუსეთიდან თავისი ოჯახებით ბათუმში გამოქცეული წარჩინებული თავადები, აზნაურები და მათი ქალები, რომელთაც ინგლისელებმა მისცეს აქ თავშესაფარი. შენ და კუკური თუ გაეცანით რომელიმე თავადის, აზნაურის ქალს. ქალებისათვის ჩვენ არ გვეცალა, მოუჭრა კორნელიმ და ახლა ქობულეთის ამბები გამოჰკითხა. მანანა მაჩაბელს ორი მშვენიერი მეგობარი ქალი დაჰყვება. ერთი უკვე ამოვიღე ნიშანში, ისეთი ლამაზი სახე და ტანი აქვს, რომ დაიძახა მიხამ. საერთოდ წელს ქობულეთში ქალებზე ნადირობას კარგი პირი უჩანს. დასძინა მან, რადგან კორნელის ერთი ქალის გარდა ამჟამად სხვა არავინ აინტერესებდა, ამიტომ მიხას საუბრის მოსმენას მალე თავი გაანება და ზღვას გახედა. ოთახში მარტოდ დარჩენილი ნინო კი სარკმლიდან კორნელის მალულად უცქეროდა. როგორ იქნება საქმე არ ვიცი, უთხრა კორნელი მიხას. ნინოს ციებ-ცხელებამ თუ არ გაუარა, კარისმერეთში ისე ვერ წამოვა. როდის გაუვლის ციება ალაჰმა უწყის. მე კი შვებულება მალე გამითავდება. არა, მიუგო მიხამ, ნინოს ციებ-ცხელება ასე მალე არ გაუვლის. კარისმერეთში მას არ გამოუშვებენ, ისევ მე და შენ წავიდეთ. ელო ხომ წამოვა, ვარდო ელოსაც არ გამოუშვებს. ორ-სამ დღეს კიდევ დავიცდი, იქნებ ნინო მართლაც ზღვამ დასცადა. თუ მოიკეთა, მე ვფიქრობ ვარდო გამოუშვებს. იმედოვნებდა კორნელი. არა მგონია, შენიშნა მიხამ. საღამოს ესტატე ბათუმიდან ჩამოვიდა. ჩამოხტა თუ არა ეტლიდან, მაშინვე ნინოს ოთახში შევიდა და საჩუქრები გადასცა. შოკოლადით სავსე დიდი კოლოფი, ფრანგული სურნელი, აბრეშუმის წინდები და კიდევ რაღაც პაკეტები. ჩაის შემდეგ ყველანი ნინოს საწოლთან მოგროვდნენ. კორნელის მოთხრობაზე და მის ბოლშევიკობაზე ახლა არავის არაფერი უთქვამს. კორნელიმ ღამე აივანზე გაათია. საწოლი მიხას გვერდით დაუდგეს. ესტატე დილით ადრე ისევ ბათუმში წავიდა სასამართლოს გამსვლელი სესიის მუშაობის ჩასატარებლად. შუადღეზე ნინო ადგა და ვარდომ და ელომ სადღაც წაიყვანეს. ვარდომ განაცხადა, ექიმთან მიმყავს. კორნელი და მიხა ბაზარში წავიდნენ. პაპიროსები იყიდეს და მერმე ზღვისპირას იხეტიალეს. გრძნობ, აქ უჩემოთ რაღაც მოხდა. ნინოს ვატყობ, მაგრამ ახლა მის განხილვაში არ შევდივარ. ნინო და ელო კარისმერეთში არ წამოვლენ. მე კი ქობულეთში მაყაშვილების ხარჯზე სანამ უნდა ვიცხოვრო. დღესვე მივდივარ კარისმერეთში. ბრძნული გადაწყვეტილებაა. მე ჩვენთან მოვდივარ, შენიშნა მიხამ. ნეტავი ვიცოდე საღამოს მატარებელი როდის გადის ქუთაისისაკენ. ღამე ქუთაისში ჩემ ძმასთან გავათიოთ და ხვალ კარისმერეთისაკენ გავსწიოთ. კორნელი და მიხა უკანვე გაბრუნდნენ და სადგურში შევიდნენ. მატარებლები დღის პირველ საათზე, მერმე ღამის 12 საათზე და ნაშვაღამებს 2 საათზე გადიოდნენ. კორნელი 11 საათის მატარებელზე შეჩერდა და 2 ბილეთი იყიდა. ვარდომ ნასადილებს ნინო 1 საათით დაასვენა. მერმე ყველანი ზღვისპირას გავიდნენ.
ძალიან წყინს, რომ თქვენ კარისმერეთში ვერ მოდიხართ. უთხრა კორნელიმ ნინოს. ხომ ხედავთ, ჩემი ბრალი არ არის. მიუგო ნინომ უცნაურად და ნაღვლიანად გაუღიმა. ამ დროს ნინოსთან ვარდო მივიდა, ჟაკეტი მიუტანა და უთხრა: უკვე აცივდა, ფერი არ გაძევს, ნუ ჯიუტობ, ჩაიცვი, თორემ საცაა მამა შენი ჩამოვა და შავ დღეს დაგვაყენებს. ამის შემდეგ ვარდო ნინოს აღარ მოშორებია. კორნელი საბანაო ტრუსების მოსატანად შინ წავიდა. ევტიხიმ სამზარეულოდან დაუძახა და თავის ოთახში შეიყვანა. შურა კარში გამოაგდო, კარები ჩაკეტა და კორნელის უთხრა: კორნელი, საიდუმლოს გაგანდობ და ყელი არ გამომჭრა, არ გამაცხადო. ნუ გეშინია, გენადი ქადაგიშვილს დაექცა სახლი და კარი. რას ერჩი? ჰკითხა კორნელიმ. გუშინ ჟურნალი მოიტანა, შიგ შენი მოთხრობა ყოფილა და ბატონს უჩვენა. აი რაში ყოფილა საქმე. გმადლობთ ევტიხი. ჯაშუში ყოფილა ის პატრონმკვდარი გენადი ქადაგიშვილი. იყვირა ევტიხიმ. მაგრამ ნუ გეშინია, მაგის ოხთში კი ამოვალთ. ამბობენ დენიკინს რუსეთში მალე დაამარცხებენო. მართალია? მართალია, დაუდასტურა კორნელიმ. ევტიხიმ სარკმელში გაიხედა და იყვირა: ვაი ნენა, ელო მოდის. ციბრუტივი დატრიალდა, უკანა კარები გააღო, კორნელი ეზოში გააგდო და მიაძახა: ნუ გეშინია კორნელი, გენაცვალე სულში.